ინგლისურის მასწავლებელი ცხოვრობდა სახლში თქვენ. კი. და პუნქტი მომეწონა ერთი ძალიან, რომ ესეთი რაღაცა ეწერა, რომ კატეგორიულად იკრძალებოდა სასმელის დაძალება. საჭმელისაც? საჭმელი აღარ მახსოვს და მოდი ზუსტად წავიდო და ფრჩხილებში ეწერა, რომ ორჯერ თქმაც კი დაძალება იყო. ხო, იმიტომ რომ ეს დაძალება თუ არ განუმარტე, ეს ხო ახალი პროექტი იყო. შესაბამისად საქართველოში იყო თითქმის ყველა სოფელში, ყველაში არა, მაგრამ ბევრში ესეთი მასალები იყვნენ და რამე გამოცდილება საერთო არ იყო, რა არის დაძალება, რაღაც სტანდარტები და როგორც ჩანს თავიდან ამასთან დაკავშირებით იყო პრობლემები რა. თორე ეს მასალა რო გაუშვეს და ერთთვის მე მოიკითხეს, აბა რა ხდება, იმათ დაიჩიოს რომ გამასუქეს, გამალოთეს და რაღაც ეს შეადგინეს რა, სამახსოვრო თუ რა ქვია მაგას რა. რო ესე და ესე მოიქეც. ხელშეკრულება სტანდარტული მეგონა რომ იქნებოდა და დაძალება სასმელის. ხო, ნუ და არ ღვია ეგ პუნქტი თუ არა. არა, რა თქმა უნდა, არც ერთ პუნქტი არ დამიროლებია. და ეგ პუნქტი მან ხო არ გაჩნდებოდა რო არ ყოფილიყო საჭიროება რაღაცა ინციდენტი მანამ ჩემი აზრით არ გაჩნდებოდა პირდაპირ მაგას არავინ არ ჩაწერა იმიტომ რომ კაცი მასწავლებლებიც ხო იყო კი ხო და არ ვიცი კაც დააძალეს და ლევა პირველს ქალს თუ წყვილებიც იყვნენ სხვათა შორის იმიტომ რომ ერთი ჩემი მეზობელი ამბობდა ეხლა უკვე შეიძლება ამის მოყოლა ჯერ რომ დაინახეს ჩემ კორპუსში რომ ეს გოგონა იყო შავკანიანი. ჯეიძახდნენ მე ჩემ სახლში არ შემოუშვებ, ეგეთი მეზობლებიც ყავდა შავკანი. მე მოეწონათ. ფიზიკურად ძალიან ლამაზი გოგო იყო, ისეთი ტიპ ამაზე იყო რომ მინისტრი რო იდგა ხოლმე ბრიფინგს გვერდზე მასწავლებელი ერთი ეს იყო. ხო და მე მოეწონათ, ხო და მეკითხება რომ როგორ შეიძლებაო მეცო შევიტანო განაცხაδιო. მაგრამ თან მეშინია ახალგაზრდა ბიჭები მყავსო და რამე ეს რომანის ეშინა. მეთქი კაცი მოითხოვა, არა კაცია, ძოლი მყავს. მაშინ წვილი მოითხოვე მე. დამანებე თავი. აი, თქვა ჩამოყალიბებული არის ხო რა. ხო, სინათლის ხივი რო შემოვა, მაგრამ მაინც იმხელა წყუდიადი დახვდება შიგნით და გააგდებს უკან. რაღაც ეგეთი შევთხოვა. გააქვთ კონტაქტი ახლა ამ გოგონასთან? მე იყო ჩამოსული ერთხელ. დედმამას გვეძახდა რა. არც ისე დიდი განსხვავება არ იყო ასაკობრივად, მაგრამ მაინც ახლა რეტყობა სტატუსად იმათ რა ისიცა იმაში წერია რომ ჩვენ ვარ დედმამა ხო და ერთხელ იყო მე ჩამოსული შემოგვიარა გვიკითხა და ახლა იმაში არ ეწერა მაგრამ ეს გულისხმობს რომ მასწავლებელი რო წავა უკან მე ეს თქვენ აღარ შეაწუხოთ ეგ არ ეწერა მაგრამ იგულისხმება არ გაუღუნოთ აკი ვიზაზე დამეხმარე და ეგეთები